კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoG, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, ასევე YouTube არხზე, რადიო იმედის და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზეც, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. მოგესალმებით. წარმატებულ საინტერესო მრავალფეროვან დღეს გისურვებთ და ჩვენ დაგიბრუნდით მწვანე რჩევებით განახლებული სტუდიიდან და მე მგონი ვის თუ არა ჩვენ შეგვიძლია რომ ეს სიმწვანეები ვიგრძნოთ ეთერში სტუდიაში დავამატეთ ეს კომპონენტები და ვფიქრობ ამით ჩვენს თანა წამყვან ქალბატონებს მივეცით შესაძლებლობა რომ უფრო მეტი სტიმულით შეხვდნენ ყოველ 4 შაბათს დილით და ვისარგებლებ აქვე შემთხვევით და მადლობას ვუხდი მათ დაუღალავი შრომისთვის იმისთვის რომ მოდიან დილა ადრიან და გვაწვდიან ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაციას დარწმუნებული ვარ რომ ბევრს გაინტერესებთ და დღესაც გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ 2025 წლის შემოდგომის ტენდენციებზე ლანდშაფტის დიზაინში და მცენარეების როლზე ქართველი კლასიკოსი მწერლების ცხოვრებაში და ჩემი თანაწამყვანები არიან ლანდშაფტის დიზაინერები ელისო ხარშილავა და ქეთევან ჯანხოთელი. მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა კიდევ ერთხელ. როგორ მოგწონთ ჩვენი სტუდია, გამწვანებული, გალამაზებული. ზუსტად მაშინ როცა გეგმავდით ამის დიზაინს, გავითვალისწინეთ ის რომ ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი გადაცემები და მათ შორის მწვანე ეთერიც გვაქვს და შესაბამისად ეს კომპონენტები კი, ნამდვილად რაღაც უფრო შინაურულად ვიგრძენი თავი მე პირადად და ძალიან მოსაწონია. ხო, თქვენთვის ბუნებრივი გარემო უნდა იყოს. კი, ბუნებრივი გარემო კი, ნამდვილად. კი. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ. ელისო, მე ვთქვი კიდეც დილით ანონსში რომ ვერ წარმოვიდგენდი რომ ესე იგი თავისი მოდის ტენდენციების გათვალისწინებით არსებობს ლანდშაფტის დიზაინშიც ეს ტენდენციები და არც მეტი არც ნაკლები 2025 წლის შემოდგომის კონტურები უკვე გამოკვეთილია და მოდით გვესაუბრეთ რასთან გვაქვს საქმე. კი ბატონო, მართლა ძალიან საინტერესო არის, აი როგორც მილანში ტარდება ხოლმე ტანსაცმლის მოდის კვირეულები, ზუსტად ასე არის მაისის თვეში ბრიტანეთში, ჩელსიაში ტარდება ეგ ყველა ცნობილი დიზაინერები, ყველა ქვეყნის დიზაინერები გროვდებიან აქ და გამოავლენენ თავიანთ მიდგომებს და თავიანთ ტენდენციებს. ანუ ეს არ არის ეხლა იტყვით რომ აი ყოველ წელს ბახს ხო ვერ გადავაკეთებ და ვერ როგორ შეიძლება ეს იყოს. არა, ეს არის ზუსტად აქ ინერგება 5-10 წლის ვადით. ანუ რა ტენდენციები შემოვა საერთოდ ამ ლანდშაფტის დიზაინში და ყველაზე საინტერესო წლევანდელი რაც იყო ეს 20-25 წლის ტექნოლოგიები. ანუ ამ ტექნოლოგიებში რა იგულისხმება? ჭკვიანური სახლის ამბავი, მე მგონი ყველა მიცის, ზუსტად ეს ტექნოლოგიურად გამართული ბაღები არის. ძალიან აი მიმზიდველი და პლუს განათებები. ანუ განათებები, ეხლა თქვენ ბაღი წარმოიდგინეთ, მარტო დღე ხო არ არის ბაღი, ღამითაც არის სასიამოვნო, როცა სამეგობრო იკრიბება, როცა ოჯახი. აქ განათებების ეფექტები, აჟურული მცენარეები, რომელიც აი ამ განათებებზე მოქმედებენ და რაღაც ლამაზ მხატვრულ ბაღს გვიქმნიან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ აი რაც მე თვითონაც გამიკვირდა რა, უფრო მომეწონა ასე ვთქვათ. აუცილებელი არის არა მარტო შემოტანილი მცენარეებზე გავაკეთოთ აქცენტი, მაქსიმალურად ადგილობრივ მცენარეებზე უნდა მივაქციოთ ყურადღება და ეს იყო რაღაცა ჩემთვის ძალიან კარგი აღმოჩენა, ინსპირაციას. რატომაც არა, ვიცით რომ საქართველოში ძალიან ბევრი მრავალფეროვანი მცენარეები გვაქვს და რაღაცა უყურადღებოდ გვაქვს მიგდებულია ასე ვთქვათ და აი რატომ არის ეს დამოკიდებულება რომ ავხსნათ, იმიტომ რომ ჩვენ ეთერში შემოსვლამდე ვსაუბრობდით რომ იყო პერიოდი როდესაც აი ამ ფერადოვნებას, რაც პრინციპში მთელი ხიბლია, ხო, ამ ბუნების საოცრების, მისი ვთქვათ, ეზოში მქონი შემთხვევაში, ფაქტობრივად ყოველდღიური შეხება გვაქვს, არა ესთეტიური, არამედ ფიზიკურიც, ხო, ყველაფერთან, მაგრამ რაღაცნაირად მაინც არ იყო დამოკიდებულება, ვთქვათ, ამ ფერადოვნესთან წლების განმავლობაში. ახლა მგონია რომ ცოტა შეიცვალა, ხო, პალიტრა ჭრელი გახდა და რა მოიტანა ეს იმან რომ ტენდენციების თქვათ გათვალისწინება დავიწყეთ თუ რაღაცნაირად შეგვეცვალა ეს განწყობები. განწყობები შეგვეცვალა, მე ადამიანებმა უკვე დაიწყეს საზღვარგარეთ ხო უკვე რამდენი წელია დავდივართ და გადავხედეთ, გავაფართოვეთ ჩვენი თვალისწინები და თურმე მარტო რაღაცა ზეთისხილი, რაღაცა ტუიაღვია კი არა, თურმე შეიძლება აქ სიფერადეებიც რო ჩავსვათ ხო? და ეს გვეტყობა ჩვენს ადამიანებსაც უკვე შავი და რაღაცა სიფერადეებში გადავედით ხო? ბოლო 10 წელია და ზუსტად ახლა
აი ხო ამ წელს მქონდა ესეთი დაკვეთები, მაქსიმალურად სიფერადები. აი ჭრელა ისეთი ფერადი მცენარები მინდაო, მაგრამ ნახეთ ახლა აქაც არის სტანდარტები. აი წლევანდელ წელზე თუ ვისაუბრეთ, უფრო პასტელური ფერებია. აი ესეთი მყირალა ჭახე ფერები არა, უფრო რაღაცა ნაზი, უფრო კრემისფერი ფერებით უნდა გაკეთდეს, მაგრამ მრავალფეროვანი უნდა იყოს და აუცილებელი არის როგორც მოყვავილეები, ასევე მარადმწვანეების. ეს უნდა იყოს აი პროცენტულად რაღაცნაირად დარეგულირებული. იმიტომ რომ კი ბატონო, ზაფხულში ყველაფერი ყვავილობს, მაგრამ წინ გველოდება სადღაც 6-7 თვე ზამთარი. რა გავაკეთოთ? მარტო ჯოხებს ხარ უნდა უყუროთ, ასე ვთქვათ, ფოთოლდაცვენილ მცენარეებს. აი ეს ბალანსი არის აუცილებლად გასათვალისწინებელი. ეს რაღაცნაირად აი ხრიკები არის ამისი ლანდშაფტური დიზაინერული, რომელიც ჩვენ კარგად ვიცით ეს კომპოზიციების აწყობა. Keti მიმდენად საინტერესოდ შემოგთავაზა დღევანდელი თემა, ასევე ჩემთვის ძალიან უცნაური, არ ვიცი, გაკეთებულა თუ არა მსგავსი მიმართულებით აქცენტები და ქონიათ თუ არა უბრალოდ ელემენტარულად ფიქრი, ყველაფერს თავი დავანებოთ ამ საკითხზე, მაგრამ თუ ეს ასე არ ყოფილა, მაშინ ახლა აღგიძრავთ და დაგაფიქრებთ ამ თემაზე, რა როლი უჭირავს მცენარეებს ქართველი კლასიკოსი წერლების ცხოვრებაში და შემოქმედებაში. ეს არის ის საკითხი, რომელზეც ასევე დღეს კეთი მოგვაწვდის ინფორმაციას. როდესაც ვსაუბრობთ კლასიკოს წერლებზე, ხვდებით, რომ აქ გვიწევს დროში მოგზაურობა და თავისთავად ხვდებით, რომ შესაძლოა, ვთქვათ, მათ ცხოვრებაში ყოფილიყო, ვთქვათ, სიტუაცია, სადაც გარემო ერთგვარ ლანდშაფტს თავად ქმნიდა და დროის ცვლილების შემდეგ შეიძლებოდა რომ ეს ვთქვათ ინტერესი თავად მწერალს ქონოდა თუნდაც იმიტომ რომ მისი გონება, მისი ფანტაზია განსხვავდება რიგითი ადამიანისაგან ასე ვთქვათ და შესაძლოა მის შემოქმედებაში ამგვარი რამ საჭირო იყო. როდესაც ვსაუბრობთ კლასიკოსებზე მოდით დავიწყოთ თავიდან, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი, ვინ გვახსენდება პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ შეგვიძლია რაღაცნაირად აი პასაჟებიც რომ მოვიყვანოთ მათი სამწერლო ცხოვრებიდან. მოგესალმებით. ჩემთვისაც თქვენ აღნიშნეთ, რომ აი რაღაც განსაკუთრებული კუთხით არის ეს სცენარები ამ შემთხვევაში დანახული და ჩემთვისაც სწორედ ასეა. ყველგან ვცდილობ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ ყველგან დავინახოთ თითოეული მცენარე შეუმჩნეველი არ დამრჩეს და თითოეული ყვავილი. ამ შემთხვევაში დავიწყებ აუცილებლად ჩვენს გადაცემათა ციკლს ილია ჭავჭავაძის ცხოვრების განხილვით და მის შემოქმედებაში არსებული მცენარეების მიმოხილვით და არა მარტო მცენარეების ილია ჭავჭავაძის არაჩვეულებრივად აქვს თავის ნაწარმოებებში გამოხატული თვითონ ბაღის გეგმარება. ამას მოგვიანებით თავშლით და დეტალურად განვიხილავთ, მაგრამ არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძე, მინდა ასევე მსმენელს შევთავაზო ვეფხის ყავასნიდან მცენარეები, იმიტომ რომ მე როდესაც ვკითხულობ და გამუდმებით ვკითხულობ, მინდა გითხრათ, ჩემთვის ყველასთვის ძალიან საინტერესოა, იქ რამოდენიმე ათეულობით მცენარეა დასახელებული და ყველა პერსონაჟი თავისი შესატყვისი მცენარე აქვს მორგებული და ბევრი ეპითეტია, ბევრი რაღაც შედარებითად არის მცენარეები გამოყენებული და ამას ეტაპობრივად ყველაფერს მოგეძებნ. აი რა დანიშნულება აქვს ამ მცენარეებს? ეს არის ვთქვათ ვიზუალური თვალსაზრისით საინტერესო და ისინი აქცევენ ამ ესთეტიურ ვთქვათ მომენტს ყურადღებას, იყენებენ ვთქვათ საკვებში, ან ვთქვათ წამლებში, ან რაღაცა დამატებითი შეიძლება საკრალური დატვირთვა აქვს, არ ვიცი, აი რა პასაჟები დაინახეთ, რაზეც უფრო ვრცლად მოგვიწევს უკვე სერიები და მქონდეს გადაცემათა და იქ საუბარი. უფრო ალბათ ვიზუალური მხარე, სინაზე, ან რაღაცა ეკლიანი ვარდის შემთხვევაში, ხასიათობრივი რაღაც პარალელების გავლება. უფრო აი ასეთი კუთხით, უფრო ვიზუალური კუთხით. თუმცა, როგორც აღნიშნე, ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში, აი ეს ბაღების განხილვა იყო უფრო სტაბილურობისკენ მოწოდება ადამიანების რაღაცა იქ მოუვლელი ბაღი, ну კაცი ადამიანში მოდი დავასახელებ, კაცი ადამიანში მოუვლელი ღობე, მოუვლელი ბაღი უფრო ადამიანის გასაკრიტიკებლად იყო და რაღაცნაირად ამ კუთხით თითქოს მიანიშნებდა ადამიანს, რომ ბაღი შენის სახი არ მარტო ჩოხა და ქცევა, ბაღიც შენი კაცობის რაღაცნაირად შეფასების კრიტერიუმია და აი ამ კუთხით განვიხილავთ.
თან აი საუბარი იმაზეც არის რომ არაფრით არ ვაკნინებ ქალბატონებს მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც როგორც ვატყობ მაინც კაცების როლზეა ასე ვთქვათ ლანდშაფტზე და დიზაინზე მე სიმართლე გითხრათ ეხლა ცოტა გამიკვირდა თქვენი პასუხის მოსმენა იმიტომ რომ მაშინ როცა ეს ადამიანები ცხოვრობდნენ და მართლაც უნიკალურ ეპოქებს ქმნიდნენ რამდენად შეიძლებოდა ვთქვათ აი ამ ნაწილზეც აი ამ მიმართულებითაც ეზრუნათ ხო და ვთქვათ ხვა ხარცო პრაქტიკული პრაგმატული დანიშნულება აქვს მცენარეს მის გამოყენებას ყოველდღიურად ну კიდე გასაგებია მაგრამ ის რომ მან რაღაცნაირად სხვა ესთეტიკას სხვა სილამაზე შექმნას ეს რაღაცა ვფიქრობ ძალიან ახალი და საინტერესოა იცით მხოლოდ დეკორატიული კუთხით არ არის აქ მცენარეები წარმოჩენილი ის რომ ლამაზად და ვიზუალურად მოწესრიგებულად უნდა იყოს ბაღი ამ შემთხვევაში იქ საუბარი არის იმაზე და მინიშნებები არის გაკეთებული იმაზე რომ არა მხოლოდ დეკორატიული მცენარეები ის მცენარეები რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში საკვების როლს ასრულებდა პროდუქციას ქმნიდა აი ეს ყველაფერი უნდა ქონოდა მოვლილი მოწესრიგებული და რაღაცნაირად დაგეგმარებული ну კაცი ადამიანის ზოგადად გასტრონომიული კულტურა ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო არის და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გვაძლევს დღეს ამ გადმოსახედიდან შევაფასოთ. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, საერთოდ ეს ლანდშაფტის ისტორიიდან გამომდინარე, უფრო მონასტრებთან იგებოდა ჯერ ეს ბაღები, ანუ უფრო სამკურნალო და გასტრონომიული თვალსაზრისით იყო. მერე უკვე წამოვიდა, რომ ესთეტიკის თვალსაზრისით და ზუსტად ამაზე ისაუბრებს, ძალიან საინტერესო იქნება ეგ თემა ჩვენთან საქართველოში როგორ ხდებოდა. როცა აი ვეძიებთ ინფორმაციებს თითქოს და ისე ჩანს რომ ჩვენ რაღაცა ისტორიები არ ქონდა. არა და სინამდვილეში ნამდვილად იყო ეგ ისტორია, ხო? აი ჰეკატეს ბაღებს ვიტყვი, ჩვენი ძალიან ადრეული პერიოდის სახასიათო და ძალიან ცნობილი მიმართულება არის, რომელშიც აი ზუსტად ეს მცენარეების მოვლის კულტურა არის, ხო? ადრე სულ ძალიან ადრეულ პერიოდში მცენარეებს ჰქონდა წამლის დანიშნულება და ჰეკატეს ბაღებში აი ეს სფერო არის უფრო წინა პლანზე წამოწეული, შემდეგ უფრო საკვები კულტურების მოშინაურება და ესე იგი მოწესრიგება მოყვანა და გამრავლებაზე იყო საუბარი, აი შემდეგ უკვე ნელ-ნელა დეკორატიულ მცენარეებამდეც მოვედით და ელისომროერითიც დაიწყო თავისი ესე იგი სიტყვა, რომ აი ესეთი მოწესრიგებული და კომფორტული ბაღები გვაქვს უკვე და დღეს რომელ მონაკვეთში როგორი განათება ჩაირთოს და როგორი კომფორტი შეუქმნას ბაღის სტუმრებს, აი უკვე აქამდე ვართ მოსულები. მაგრამ ეს ყველაფერი მოდის ისევ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი რაღაც დეტალებიდან, რომლებიც ადამიანს თავის დროზე ყოველთვის ჭირდებოდა. კონკრეტულ მცენარეებს, როგორც აღმოჩნდა პროზასა და პოეზიაში თავში დატვირთვა აქ. საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე მათგანმა, ასე ვთქვათ, სიმბოლო შეიძინა, როგორც არის სიყვარულის გამოხატულება, მეგობრობის, ერთგულების ღალატის მათ შორის დაშორების, ხო, ფერების მიხედვით, აი თუნდაც ვარდებთან მიმართებაში რომ ვისაუბროთ, ტიტები, ასე ვთქვათ, თავისი დანიშნულებით არის, ასევე ჩამოყალიბდა მე აი ქცევის, ასე ვთქვათ, ნორმები, რა ტიპის ურთიერთობაში რომელი მცენარე უნდა გამოგეყენებინა, ხო? და ეს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, ვთქვათ, აი დაბადების დღეზე რა უნდა მიიტანო, ვთქვათ, ხო, ენა შეიქმნა, ასე ვთქვათ. მოდი დაუბრუნდეთ ისე 2025 წლის ტენდენციებს. მე ძალიან მაინტერესებს აი მინიმალიზმი არის ფაქტობრივად ჩვენს ცხოვრებაში ყველა მხრივ გამოხატული ეს ტენდენცია, რომელსაც ვერ გავურბივართ. რამდენად იგრძნობა ეს მინიმალიზმი უკვე თქვენ სფეროში? ჩვენ სფეროშიც აი ხა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე აი წლევანდელი წლის სეზონი რაც დაიწყო, ხო, 2025
იყო ორი კატეგორია, რომელსაც ჭირდებოდა მინიმალიზმი და მინიმალიზმი უფრო ჭირდებათ უფრო ახალგაზრდა შექმნილ ოჯახებს. აი სადღაც 40-45 წლის ასაკის ადამიანებს. ანუ ეს საიდან გამომდინარეობს? მე ჩემთვის ვაკეთებდი დასკვნას. ანუ ადამიანები მუშაობენ, ხო, მთელი დღეები გასულები არიან და არ აქვთ მაგათ იმდენი დრო, რომ მე სახში მოვიდეს დაღლილი და კიდევ ბაღს მიხედოს. ყოველთვის აი ესეთი ადამიანები ირჩევენ მინიმალიზმს და ნაკლებად მოსავლელ მცენარეებს. არიან მეორე კატეგორიის ადამიანები, რომელიც უკვე დაამთავრეს ასე ვთქვათ თავიანთი მოღვაწეობა და უკვე ჭირდებათ ეს ბაღში ფუსფუსი და აი მაგათ ჭირდებათ ეს მრავალფეროვნება, რომ იცით რა, მე მირჩენია, რომ ჩემს ეზოში მე თვითონ მოვუარო ჩემს მცენარეებს, მე თვითონ ვესაუბრო ჩემს მცენარეებს და მე ჩავრგო, ან გავამრავლო. აი ესეთი აი ვერ ვიტყვი კონკრეტულად, რომ აი წელს მაინც მინიმალიზმი იყო. ანუ ესეც მრავალფეროვანია, ესეც გემოვნების საკითხია. დამკვეთის ცხოვრების სტილიდან გამომდინარე უფრო არის ეს, ვიდრე სურვილებიდან გამომდინარე. რა ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ თუნდაც ლანდშაფტის დიზაინერს მივმართოთ კონსულტაციისთვის და რა ეტაპია ცხოვრების ეს? ახალგაზრდებს ვთქვათ აქვთ ამის სურვილი, როდესაც გარკვეული გამოცდილება და ცხოვრებისეული გზა გავლილი გაქვს და სხვა, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური ხედვა გაქვს სამყაროზე და ხვდები, რომ შენ ბუნების განუყოფელი ნაწილი ხარ და აქ კიდევ უფრო მძაფრად შემოდის, თუ უბრალოდ ტრენდია, მეზობელს აქ და მეც უნდა მქონდეს. აი, პირდაპირ დამკვეთებიდან გამომდინარე, რომ ავხსნათ რა რეალობაა. იყო ეგ სიტუაციები იყო, მე უკვე ამ სფეროში 10 წელია რო ვარ და ეხლა აშკარად ბოლო 5 წელია გარდატეხას ვხედავ. იყო ესეთი რომ იმას რომ ეს მცენარე აქვს, მეც აუცილებლად ეგ მცენარე უნდა მქონდეს. არა, ეხლა უფრო ინდივიდუალური, უფრო სახასიათოა. ანუ ნახეთ, აი თქვენ რაც ახსენეთ, კონსულტაცია. აი როცა დარეკავს დამკვეთი და ეგრევე ფასე რო იწყებს საუბარს, მე ვერ ვამბობ, მე მირჩენია რომ ჯერ ტერიტორია ვნახო, მაგისი სტილი ვნახო, თვითონ ადამიანის ხასიათი შევიცნო შეცლების დაგვარად. მე ადგილობრივ მდებარეობასაც აქვს, კლიმატურ პირობებსაც აქვს მნიშვნელობა. ამის შემდეგ უკვე მე მონახას ვაკეთებ უკვე ჩემს თავში და რჩევის სახით ვეუბნები ჩემს დამკვეთს, რომ მოდი რა, ესე უფრო ჯობია, უბრიანია, აი ესე გავაკეთოთ, ვიდრე დავუშვათ და ის სხვა ხედვა რაც ქონდა თავიდან. მქონია ესეთი შემთხვევები, რომ ვაიმეო, ადრე არც ვამჩნევდიო მცენარეებსო და ეხლა ყველგან მცენარეები მხდება, იმიტომ რომ ჩვენს ქალაქში მართლა ძალიან კარგი გამწვანება არის და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ სფეროს და აი ესე კონკრეტულად მაინც ვერაფერს ვერ ვიტყვი, უფრო ინდივიდუალური არის და იმ დიზაინერზე არის დამოკიდებული, რომელსაც ის კონკრეტული პიროვნება აირჩევს. იმიტომ რომ ჩვენს დიზაინერებსაც ყველა ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენი გამოცდილება გვაქვს, ხო? აქედან გამომდინარე, იმიტომ განსხვავდება ეს ყველაფერი. აი თუ დააკვირდებით, ხო? ერთსახოვანი არ არის, მრავალფეროვანია, იმიტომ რომ თვითონ დიზაინერებიც უკვე ბევრი ვარ, მოთხოვნაც ბევრი არის და რაღაცა ეს კულტურა რო წამოიწია, ძალიან მახარებს. მეც ძალიან მახარებს. კეთი, მოდით კიდევ უფრო მეტად რო ჩაგვახედოთ თავად ილიას შემოქმედებაში, ვთქვათ, რა აქცენტები, რა პალიტრა შეგვიძლია დავიჭიროთ და რამდენად განსაზღვრავს კონკრეტული მწერლის საცხოვრებელი ადგილი, ვთქვათ, იმ ტენდენციას, რაც შეიძლება რომ ამ გადმოსახედიდან ახლა წავიკითხოთ და ვთქვათ, აი აღმოსავლეთი და დასავლეთი ამ კუთხით რით განსხვავდება. აქ არის, ვთქვათ, გამოყენებული იგივე ის, ვთქვათ, ადგილობრივი იმ ლოკაციას მორგებული და შეყვარებული, ვთქვათ, მცენარეები თუ ხდება თუნდაც ისეთი ახირებები, რომ ვთქვათ, რაღაცა სხვა ცოტა უცხო, ასე ვთქვათ, მცენარე იმ გარემოში რაღაცნაირად აღმოჩნდა. აი რას ეფუძნება ვთქვათ ეს აი რა წაკითხვა რისი წაკითხვა შეგვიძლია ამ ყველაფერში. ნახეთ ილიას ჭავჭავაძის შემთხვევაში ზუსტადაც ქონდა ორი სხვადასხვა ნაკვეთის შედარების საშუალება გვეძლევა. ესე იგი ერთი ყვარელის სახლი, მეორე საგურამოს სახლის. ყვარელის სახლში ის ვერ აქცევდა დიდად ყურადღებას, უფრო აი ამ საზოგადოებრივი საქმიანობით იყო დაკავებული და ისეთ ყურადღებას ვერ აქცევდა, როგორ
რისი სურვილიც თავად ქონდა. მაგრამ მეტნაკლებად მაინც ორივე მიმართულებით, ორივე სახლის მიმართულებით სადარიგს იჭერდა და ავითარებდა ორივე ბაღს. თუმცა აი საგურამოს შემთხვევაში მას ქონდა ოლღა გურამიშვილისა და მის საოჯახო ფოტოზე, აი უკანა ფლანგზე არის ჭადრის ხე გამოხატული. ნაცვლად ჩანს ეს ჭადრის ხე, ეს თავად ილიას ჩარგული ხე იყო და ძალიან უფრთხილდებოდა ამ ხეს. მისი სახლიც, რომელიც თავად ააგეს, ისე განალაგეს ამ ჭადრის გარშემო, რომ ჭადრის ხეს ერთი ტოტიც არ დაზიანებოდა და აი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და უყვარდა, იმიტომ რომ ერთი დიდი რაღაცა მონუმენტური მცენარე იყო, რომელსაც ის ძალიან უფრთხილდებოდა. თავისავე ეზოში, აი თქვენ როგორც თქვით, რომ აი რითი შეიძლება განსაზღვროთ, ძალიან ბევრი მიმართულებით ქონდა ინტერესი და ადგილობრივ გლეხობას ძალიან ხელს უწყობდა. მებაღეობა რო ესწავლათ, კი. სიახლეებს თავაზობდა და ძალიან ჩართული იყო იმაში, რომ საფრანგეთიდან ჩამოტანილი იქნებოდა თუ სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი რაღაცა სიახლეები შეეთავაზებინა და უშუალოდ ხელმძღვანელობდა, რომ იქ ხან კომპოტების გასაკეთებელი რაღაც დანადგარი ჩამოიტანა და გლეხებს ეუბნებოდა, რომ აი თქვენს მოყვანილ პროდუქციას შეძლებთ, რომ კომპოტები გააკეთოთ, ჯემები, პატარა ქარხანა, მინი ქარხანა გააკეთა და აი იქაც ხომ ხილია, ხო? რაღაცნაირად თადარიგს იჭერდა, რომ ის მოწეული პროდუქცია არ გაფუჭებოდა და მაქსიმალური შედეგი მიეცა მოსახლეობისათვის. აი უგება როგორია, თქვათ, როდესაც ეს ერთგვარი მოდელი შეთავაზა მან საზოგადოებას, დააინტერესა, როგორ აიტაცა, თქვათ, გლეხმა. ძალიან დიდი სიფრთხილით, იმიტომ რომ ილია თვითონ უკვე ფაქტები ქონდა დანახი, ხო? რაღაცნაირად უკვე შესწრებული იყო იმას, რომ ეს დამზადებული რაღაც პროდუქცია ნამდვილად ღირებული იყო სხვა ქვეყნებში და თამამად თავაზობდა. თუმცა გლეხობა, რომელიც ცოტა ეჭვით უყურებდა ამ ყველაფერს, ჩვენ საერთოდ გვიჭირს ქართველებს. ნაკლებად ღებულობდა. ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა და საბოლოო ჯამში ვიტყოდი, რომ ეს იყო მცირე, თუმცა ნამდვილად გადადგმული ნაბიჯი, აი უკვე მომავლისკენ და დღესდღეობით ვიცით, რომ ეს ძალიან ფართოდ გავრცელებულია ეს კონსერვირებაც და ყველაფერი. სხვა მხრივ ქონდა კიდევ აგურების პატარა ქარხანა მოწყობილი, აწყობილი, წისქვილი, ყველა სიახლე რაც შეიძლებოდა გარშემო მსოფლიო მასშტაბით ყოფილიყო, ყველაფერს პატარ-პატარა დოზებით თავაზობდა და ვფიქრობ, აი ეს არის თქვენ კითხვაზე პასუხი, რომ აი რაში გამოიხატება. ყველაფერი ცოტ-ცოტა მის ეზოში იყო. სიახლის მომტანი, რაღაცა პროგრესის მანიშნებელი და ვფიქრობ, რომ აი ზუსტად ილიას შესაფერისი რაღაც სიახლეებით ყოფილი. კი ბატონო. ელისო, როდესაც საუბრობთ დამკვეთზე და მის გემოვნებაზე, ну მოგეხსენებათ ახლა ჩვენ სამხრეთული ტემპერამენტი გვაქვს, ყველა ექსპერტი ვართ ამ ქვეყანაში და გინდა არ გინდა მგონია რომ ჩვენ რო ხედვა გვაქვს და ჩვენ რო ვფიქრობთ ასე სხვა სამყაროში არ არის, მეორე არ დადის და ხშირად გიწევთ ხოლმე თქვენ სპეციალისტებს დარწმუნებული ვარ, ყველა მიმართულებით აქაც ესე იქნება რომ დააჯეროთ, აუხსნათ, რომ შეიძლება ის რაც გინდა ამ წუთას არ მოერგოს იმ გარემოს, იმ რეალობას, სადაც ვართ. რა უცნაური ქცევებია, ვთქვათ, ის რაზეც შეგვიძლია საუბარი დამკვეთთან მიმართებაში და ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ვთქვათ, აი ამ გადაცემის მერე დაგირეკონ და გითხრან, ეხლა ტენდენციებზე ვისაუბრეთ ჩვენ, რა ტენდენციას შეთავაზებთ, ვთქვათ, 2025 წლის ბაღის საკითხად? მე როგორც ეხლა მე სხვა დამკვეთებთან აი საზღვარგარეთ არ მიმუშავია და შედარებას ცოტა ისე ვერ გავაკეთებ, მაგრამ მე შემიძლია ჩემი ნამუშევარი წლებიდან გამომდინარე გავაკეთო ესეთი დასკვნა. ძალიან დიდი სხვაობა არის. იყო ადრე, აი ამოჩემება ქონდათ, რაღაცა მცენარე იყო, რომელიც აი გინდა თუ არა ეს მცენარე უნდა მქონდეს და ამ დროს ხვდები, რომ ეს მცენარე ამ ტერიტორიაზე მართლა სისულელეა, ხო? ეს ჩემი ხელწერა არის და ცოტა რაღაცა შინაგან შენს რაღაც შეურაცხყოფილად გრძნობ თავს. მაგრამ აქ უკვე ფსიქოლოგი, მარტო ლანდშაფტის დიზაინი ფანქარი და ფურცელი არ არის, ხო? აქ რაღაც ფსიქოლოგიური მომენტებიც არის და მე როცა
დამკვეთან ურთიერთობ, ყოველთვის ვცდილობ მის შინაგან სამყაროში შევაღწიო რამენაირად, რომ იქიდან ამოვიღო ის, რაც მას სჭირდება და არა ის, რაც საზოგადოებაში არის გავრცელებული. რა თქმა უნდა, აქ ვერავის ვერ ეჩხუბები, ასისულელია, შვიდა წყნარად უხსნი სიტუაციას და ჩვენ სანამ სტუდიაში შემოვიდოდით, კიდევაც ვთქვი ესეთი მაგალითი, ადამიანს აი ზედაზნის მთების ძირას უნდა პალმების გაკეთება. თან რამოდენმე ერთი ცალი რო ყოფილიყო კიდევ არა ავშავ 7 თუ 9 უნდა. ნუ ვეუბნები რომ კი ბატონო, გავაკეთოთ, მაგრამ ნოემბრიდან მარტის ბოლომდე ეს იქნება შეფუთული და მე რო დაფიქრდა და რო წარმოიდგინე ეს რაღაცა ჯოხები რო ექნება, არა ბატონო, შენ როგორც გინდა ეს შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ ისე გამიკეთეოდა. არის კი როგორ არა. უფრო ვფიქრობ რომ აი როცა დამკვეთი გრძნობს რომ შენ პროფესიონალი ხარ და მისთვის აკეთებ მის ოცნების ბაღს, იქ მე მგონი მე უკვე ჭიდაობას აზრი არა აქვს და არც არავინ გეჭიდება. კი ბატონო. თქვენ იცით რომ ჩვენ ყოველ 4 შაბათს ხვდებით ერთმანეთს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მსმენელს დააინტერესებს ერთგვარი ანონსი მოისმინოს, თან მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქართულ კლასიკოს მწერლებს უნდა შევეხოთ ამ კუთხით, მომდევნო 4 შაბათს რა აქცენტები გვექნება, კეთი გითხარით. მომდევნო 4 შაბათს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას ფართოდ განვიხილავთ, არა მარტო შემოქმედებას მის რეალურ ცხოვრებაში იმ ასპექტებს, რომლებიც მცენარეებთან არის დაკავშირებული, მე მივყვებით უკვე ნელ-ნელა. სხვადასხვა მწერლებს, არა მარტო მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც დიდი როლი შეიტანეს საქართველოში, სხვა მცენარეების ბაღზეც ისაუბრებ, ხო? ყველაფერზე უკვე როგორ შემოვიდა ნელ-ნელა საქართველოში ეს კულტურა, რომ მიეხედათ ბაღებისთვის და ვინ რა როლი შეიტანა. ჩნდება დაახლოებით ეს ბაღების კულტურის მიმართ ინტერესი. მე-19 საუკუნე, იმიტომ რომ იცით, აღარ ახსენე კიდევ რა ფაქტორები განაპირობებს ამას, თქვათ ის რომ მაშინ ახლა ხვდებით რომ ცოცხალი კომუნიკაცია იყო, სალონური შეხვედრები ძალიან ასე ვთქვათ მოდური და შესაბამისად ეს ვიზუალური ეფექტიც თავისთავად ქმნიდა გარემოს, ხო? მოდი ესე ვთქვათ, მაშინ ესე იგი სასწავლებლად წასული ჩვენი ახალგაზრდობა, რომლებიც იმ პერიოდის ახალგაზრდობა უბრალოდ აი თერგდალეულები, რომლებიც წავიდნენ რაღაცა უკეთესი კულტურა ნახეს ამ მცენარის და მცენარეების, ბაღების თუ სხვა მიმართულებების და ჩამოვიდნენ და საქართველოსთვის მოიაზრეს, რომ აი ეს საქართველოშიც უნდა იყოს. მით უმეტეს, რომ ჰქონდათ ამისი რაღაცა ისტორიები, რომ ჩვენთან ეს იყო ადრე და ჩვენი სამეფო ბაღები იყო თუ რა იყო, ყველაფერი უკვე გაწყობილი იყო, უბრალოდ რაღაცა პოლიტიკური, ისტორიული მოვლენების გამო ეს ყველაფერი პერიოდულად ნადგურდებოდა და საჭიროებში ვიყავით ჩვენ და საჭიროებს უკვე საჭიროებდა აი ამ ყველაფრის აღდგენას და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას. უფრო აი ეს რომ სხვაგან რომ ნახავ და შესამშობლოს კერშეს და დაუბრუნებ რაღაცა იმ სიამყეში მივხვდები რომ ის ასე შენარჩუნებული შენთანაც რომ ყოფილიყო ასე დამშვენებული და რაღაცა წინწასული იქნებოდა ქვეყანა. ამიტომ აი რაღაცა მოწადინება აქვე თუ როგორც აი აივნების თემა. ეს იყო ჩვენთან. ძალიან ყოველთვის იყო. ეს რაც აი ევროპული არქიტექტორების აშენებული ხო არის თბილისი ძირითადად, მაგრამ ის აივნები ხო ქართველების მიერ იყო და ხო ძველ ეზოებში კიდე შევამჩნევთ ხო? ან ვაზი აქვთ, ან გლიცინი აქვთ. ეს კულტურა ქონდა ჩვენ, მაგრამ მე სამწუხაროდ დაიკარგა და ეხლა ამის აღდგენას და დაბრუნებას ემსახურება ჩემი და ქეთის მოღვაწეობაც ასე ცირედი წვლილი. და იმედია რომ ჩვენი ეთერი ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, დავაფიქრებთ ამ თემებზე. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენთან ერთად დილის გატარება. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე შთაბეჭდილება აქვს ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ლანდშაფტის დიზაინერები ელისო ხარშილავა და ქეთევან ჯანხოთელი გიმასპინძლებენ ყოველ 4 შაბათს მწვანერჩევების ეთერში უკვე ნინო მეუნარგიასთან ერთად. მომდევნო 4 შაბათიდან 10:15 შეგვიძლია დაელოდოთ ახალ თემას. მადლობა ყურადღებისთვის.